მართლა ცვლილება ის არის რეალური ცვლილება, რომ 10-ჯერ არის მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით 10-ჯერ არის შემცირებული სიკვდილობის აბსოლუტური რიცხვი და 4.5-ჯერ არის შემცირებული ყოველ 10,000 კაცზე გაანგარიშება. ეს არის რეალური შედეგი და შედეგითანაც წელს ბევრად უკეთესია ვიდრე შარშან იყო და თქვათ წელსაც რა ვიღოთ პირველი 3 თვე და ბოლო 4 თვე უკეთესობა არის. ეს არის სწორედ იმ ახალი სტანდარტების გამო, რომელიც ინერგება ყოველდღიურად სისტემაში და ახალი ინფრასტრუქტურა მოგცემს უკვე საშუალებას, რომ ის პრობლემების, რომლებიც არსებობს, აღმოიფხვრას. ზუსტებისთვის რამდენი პატიმარია დღეს? 10,000-ზე ოდნავ მეტი ამ წუთში. მაგრამ როცა ვლაპარაკობ სიკვდილობაზე, ეს არის ყოველ 10,000 პატიმარზე გაცვლით და არა იმაზე, რომ მილიონი იყო ადრე და დღეს თქვათ 5 კაცია. ყოველ 10,000-ზე არის შემცირებული 4.5-ჯერ. ანუ აბსოლუტურ ციფრებში თუ 23 კაცი იკვდებოდა თვეში და მაგალითად ნაციონალიზმის მმართველობის დროს, ეხლა 7 თვეში არის გარდაცვლილი 9 პატიმარი, 7 თვეში 9 და კიდევ ერთ ციფრს ვიტყვით, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში სუიციდი არის 10,000 პატიმარზე, საშუალოდ თვეში 1.5, ეს ითვლება, რომ ამაზე ქვემოთ ვერ ჩამოვიდნენ არსებობს სუიციდის პრევენციის პროგრამები და მთელი ღონისძიებები. შარშან ოქტომბერში დავიწყეთ ჩვენ სუიციდის პრევენციის პროგრამა. ნოემბრიდან 9 თვის განმავლობაში დღევანდელი დღის ჩათვლით მომხდარია 1 სუიციდი, ესეც იმის ნიშნად თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს